ალექსანდრე ძირკოძე 7 წლის. სწავლობ 26 საჯარო სკოლაში. ჩემს საყვარელი საქმიანობა ფეხბურთი და სწავლა. უფრო მიყავს ფეხბურთი სავაში. უკვე 1 წელია ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. ვესტ ჯორჯიაში მიყავს 2 მწვრთნელი. ზაურის უმავა და ქერათმიანი მასწავლებელი. უფრო მხიარულია ქერათმიანი. ზაური მასწავლებელი სერიოზულია და ყურის. სხვები იციან მის ყურისზე და მე არა. მე ვარ მარჯვენა თავდამსხმელი. ძალიან მიყვარს გოლების გატანა. შემიძლია და ბევრი გოლი გამაქვს. ჩემს კარიერაში გავიტანე 3 კარგი გოლი. 1 გოლი იყო ყველაზე ლამაზი. 1 თვალი მოგვიგეს ფეხბურთში და მე პენალტი რო დავაწყე, ზემო დავაწყე და კარებში მაინც გავიტანე და მე კარი ვერ მიუცდა. ფეხბურთში ყველაზე კარგად გამოდის სუსტი პასი. გამოსასწორებელი მაქვს მატყ. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია იამალი. საყვარელი გუნდია ბარსელონა. საქართველოს ნაკრებში მინდა ვითამაშო 7 ნომრით. მე 5 წელს ვიყავი, მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთელობა. უფრო პატარა ვიყავი, მინდოდა სპაიდერმენობა. მე მოვაპირე ფეხბურთი ვითამაშო 30 წლამდე. მე უკვე გავხდები მხატვარი. ხატვა ახლა არ ვიცი, მაგრამ ვისწავლი. მე მიყვარს ჩემი სკოლა. კარგი კლასები მიყვარს და კარგი მასწავლებლები. ჩემს სკოლაში ყველაზე მხიარულია ხათუნა თვარწყილაძე. ყველაზე ჭკვიანია ასმაჰან ბადრანი. ყველაზე ცელქებია ლუკა ნაკაშიძე და ანჯი დიასამიძე. მე ვარ ყველაზე მშვიდი და სიმპათიური. შეყვარებული არ მყავს, იმიტომ რომ მარტო მირჩევნია. ვიწერე შეყვარებული მამაშის ნერვებს. ცოლს მოიყვან, ვიქნები 25 წლის. შვილებს ავაქვემ დავითს, გაბრიელს და ემილს. ჩემს ცოლს დავაქვემ ნინას. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია ჯეირან ვეჟანიძე. იმიტომ რომ ძალიან კეთილია და მხიარულია. ეხლა მინდა ვიყო 4 წელს მენატრება ბაღი. ბაღში ბევრს თამაშობდი და ახლა აღარ. სახლში ვცხოვრობ მე, დედიკო და მამიკო. მინდა მყავდეს 1 ძმა და 2 და. მამიკო არის ვაშკაცური, მხიარული, ჭკვიანი და გაბედნიერებული. დედიკო არის ლამაზი, მზურნელი, კეთილი, გაჭვიანებული. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. ჩემი საყვარელი თამაშია დამალოვანი. ისე შემიძლია დავიმალო, რომ დავიკარგო. მე რო შემეძლოს ავგზავნავდი მგელობანას. რო წავიქცე და დამქაროს და ავად გავხდე არ მინდა. მე ძალიან მიყვარს კითხვა. ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. მინდა დედაენა ჩემი წელი იყოს, მაგრამ ვერ მოვასწარე. საცალსუნო ჯოხი რომ მქონდეს, მექნება სათამაშოების მაღაზია. მინდა სამოგზაურო წასვლა, მაგრამ ფრენის ვეშინია. მინდოდა მაიამში წასვლა, მაგრამ ვერ წავედი. იმიტომ რომ ფრენის ვეშინია. მატარებლით წავალ პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა კითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს სისწრაფის სუპერძალა. შემდეგ მონაწილეებს ვტოვებ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 5. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში და დედიკოს ჩახურდება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.